მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. ახალ ამბებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი გამგეობის მიერ ხელახლად შესწორდა. სანამ საკრებულო დოკუმენტს დაამტკიცებს, პროექტის ხელახალი საჯარო განხილვა ისევ მოეწყობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში ყველა პროცედურის სრული დაცვით შევიდა. შესაბამისად, საკრებულოს მუდმივ მოქმედმა კომისიამ ფრაქციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობიდან გამომდინარე პროექტის შეჯერება მოახდინა და გამგეობას გადასცა. 10 დეკემბერს პროექტი გარკვეული შენიშვნებით საკრებულოს უკან დაუბრუნდა. შესაბამისად, მოხდება ზემოთხსენებული პროცედურების ხელმეორედ განხორციელება და ბიუჯეტის საბოლოო სახე საკრებულოს დასამტკიცებლად გადაეცემა. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ კობა ხაბალაშვილმა ისაუბრა. მოსულ ბიუჯეტ 10 დეკემბრის ბიუჯეტია საუბარი, ეს იურიდიული მხარეები გათვალისწინებულია, შესაბამისად გათვალისწინებული იქნა მაქსიმალურად ჩვენს მიერ გაგზავნილი შენიშვნები, ეს ეხება სპორტის ცენტრის დაფინანსებას, ეკლესიის ხელშეწყობის პროგრამა, ჩვენი შენიშვნებით გაზრდილი იქნა სასპორტო სკოლის დაფინანსება, ეს IPF-ზეა საუბარი, საბავშვო თეატრს წერილი ქონდა მოწერილი, რომ ძალიან მინიმალური ანაზღაურება არის და ფაქტიურად ეს ორგანიზაცია კარგად მუშაობს. ეს თემა ფაქტურად შეთანხმებულია და დაახლოებით 50%-ის ფარგლებში ამ თანამშრომელს მოემატება თანაზღაურება. ეს არის მუნიციპალური ტრანსპორტის დაფინანსება გავზარდეთ, დაახლოებით პროექტით გაიზარდა დაახლოებით 7,000 ლარი, ბიბლიოთეკის დაფინანსებაც გარკვეული რაღაც ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, შენობის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ესეთ გავითვალისწინეთ. შესაბამისად, გაიზარდა სარეზერვო ფონდიც. ეს თანხები მოძიებული იქნა აი ზუსტად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სადაც წარმოუდგენელი პროექტის სახელფასო ფონდები იყო, შესაბამისად მაქსიმალური ზღვარი იყო, ჩვენ დაახლოებით 5-6%-ის ფარგლებში დაუკელით ის მაქსიმალური ზღვარი და რაც საშუალება მოგცა ზუსტად ეს მიმართულებები დაგვიფინანსებია. დაბა ურეკში წყალგაყვანილობის სისტემის მოსაწესრიგებლად წინა საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. თამთადოლიძე განაგრძობს თემას. გთხოვთ დაინტერესდით, იგეგმება თუ არა ურეკში წყლის სისტემის რეაბილიტაცია. წინასწარ გიხდით მადლობას. ეს გახლავთ ჩვენი ურეკელი მაყურებლის წერილი, რომელიც სამაუწყებლო კომპანია გურიას Facebook-ის გვერდზე მივიღეთ. ჩვენ დავინტერესდით აღნიშნული საკითხით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურს მივმართეთ. ის რომ დაბა ურეკში წყლისა და კანალიზაციის სისტემა ამორტიზირებული და სრულიად გამოუყენებელია დიდი ხნის ფაქტია. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ხარვეზი მნიშვნელოვნად მოქმედებს კურორტის ტურისტულ იმიჯზეც. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, დაბა ურეკის ამ მიმართულებით რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაიბარა და ჯერჯერობით აქ მხოლოდ წინა საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისად, პროექტის ბიუჯეტი და სამუშაოების დასრულების ვადები ცნობილი არ არის, თუმცა ხარჯ-დაღრიცხვის შედგენის შემდეგ აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე აქტიურად დაიწყება. თვითონ ურეკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის არის სტრატეგიული ტერიტორია, სადაც საკურორტო ზოლი არის და ეს პრობლემა რაც წლების განმავლობაში იდგა, აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ჯერ უნდა გაკეთდეს ეს საპროექტო სახარჯ-დაღრიცხვა დოკუმენტაცია, რომელიც შემდეგ საფუძველად დაუდევს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობას. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მხოლოდ საპროექტო სამუშაოები. მოახლოეს პერიოდში გვეცოდინება რა თანხა დაждდება ეს წყალმომარაგება და კანალიზაცია და ნახოთ დაველოდოთ მოვიდა. თავისთავად ვადების შესაბამისად ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ იქნება ცნობილი. ჯერჯერობით ვადები არ არის ცნობილი. ჩვენს ურეკელ მაყურებლებს ვეთყვით, რომ ფაქტი დაბაში მიმდინარე სამუშაოებს თვალს აქტიურად მიადევნებს. როგორია მეცნიერული ხედვა 21 დეკემბერთან დაკავშირებით ნათია მუქერია სიუჟეტიდან შეიტყობთ. ამ ბოლო დროს სულ მეტად ვრცელდება ინფორმაცია 21-23 დეკემბერთან დაკავშირებით, რომელიც კაცობრიობის აღსასრულის დღედ ითვლება, მათთვის, ვინც კაცობრიობის აღსასრულის დღესელის სხვა დამამშვიდებელი ვარაუდიც არსებობს. 21-23 დეკემბრის მოვლენამ, რომელზეც მსოფლიო სამეცნიერო წრეები საუბრობენ, ადამიანთა ფსიქოლოგიაზე საკმაო ზეგავლენა იქონია. საუბარი იმის შესახებ, რომ დედამიწა ცეცხლის წვიმა დაატყდება თავს, მიწა კი გიგანტური ვულკანებით დაიფარება, უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ის მაიას ტომების კალენდარს უკავშირდება. მას ცოლკინი ჰქვია. კალენდარი 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება, თუმცა მეცნიერების თქმით, მაიას უძველეს წყაროებში ისიც არ არის მითითებული, რომ ამ წელს ერთი ციკლი სრულდება და სხვა დაიწყება. მანამდე დედამიწაზე მიმდინარე პროცესების სინქრონიზაცია მოხდება.
დიდი ხანია ვისმენთ ინფორმაციებს სხვადასხვა კატაკლიზმების შესახებ, რაც დედამიწას განადგურებით ემუქრება, თუმცა ეს დასასრული არ არის. მეცნიერების აზრით 21 დეკემბრიდან ახალი ერა დაიწყება. დედამიწაზე მიმდინარე პროცესები კოსმიურ ენერგიებთან ჰარმონიაში მოვა. მართალია მას კატაკლიზმები მოყვება, მაგრამ რეალურად დათბობის პერიოდი 1998 წლიდან ისედაც ფიქსირდება. ამიტომ კაცობრიობას აღსასრული არ ემუქრება. საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზე დიდობლობაა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პრობლემის გადასაჭრელად დამატებითი ტექნიკა შეიძინა. დავით ნარმანიას ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა გარკვეულწილად ნაქერალას უღელტეხილზე, გუდაური კობის გზის ცალკეულ მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზეა შეფერხებული. ნარმანიას თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა დიდობლობამ ცენტრალურ მაგისტრალებზე მოძრაობის პარალიზება არ გამოიწვიოს. მინისტრის განცხადებით, ამ მიზნით მათ დამატებით 19 ერთეული თოლსაწმენდი ტექნიკა შეიძინეს. დღეის მდგომარეობით შეზღუდვები არსებობს მხოლოდ და მხოლოდ 3 მონაკვეთზე. ისიც შეზღუდვები მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტომანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით. ეს არის ნაქერალას უღელტეხილი რაჭის ტერიტორიაზე, ეს არის გუდაური კობის გზის ცალკეული მონაკვეთები და ეს არის გომბორის უღელტეხილი, სადაც შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ზამთრის საბურავებით ამ მონაკვეთებზე, ისევე როგორც სხვა მონაკვეთებზე, ავტომანქანების მოძრაობა არის თავისუფალი. ჯერ კიდევ თოვლის მოსვლამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად გაანაწილა გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე ზამთრის მარილი იმისათვის, რომ თოვლის მოსვლისათვის შესაბამისი სამუშაოები განხორციელებულიყო შეუფერხებლად. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია აცხადებს, შიდა გზების მეთვალყურეობა ადგილობრივი თვითმმართველობების ვალდებულებაა. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, შიდა გზების მეთვალყურეობა ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილეებაა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის. მინისტრის თქმით, ცალკეული თვითმმართველობის წარმომადგენლები წინასაარჩევნო დაპირებებს ვერ ასრულებენ და ცდილობენ აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადააბარონა. ეს ვერ გახდება მათ ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან გახშირდა ინფორმაციების გავრცელება იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა გზების მოვლა-პატრონობა სამინისტრომ უნდა განახორციელოს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შიდა სარგებლობის საავტომობილო გზები განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებას. წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც ჩანს, ძალიან ბევრმა ადგილობრივმა თვითმმართველობამ აიღო ისეთი ვალდებულება, რომლის დასაფინანსებლად საჭირო ფინანსური რესურსები მათ არ გააჩნდათ. აქედან გამომდინარე, არჩევნების ჩავლის შემდეგ ადგილი აქვს გზების ცალკეული მონაკვეთების დაზიანებას, იქ სხვადასხვა წინასაარჩევნო პერიოდში შესრულებულ სამუშაოებს, საიდან გამომდინარეც გზების მოწესრიგება, დაგება, შეკეთება და ასე შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან ვერ ხორციელდება. ასევე ეს დაკავშირებულია უკვე ბოლო დღეებში დიდთოვლობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველობები ან იქ არსებული მოსახლეობა ითხოვს სამინისტროს მხრიდან დიდთოვლობის პერიოდში გზების გაწმენდას. ასევე მინდა დავადასტურო, რომ შიდა სარგებლობის გზების ისევე როგორც მოვლა-პატრონობა და თქვა შეკეთება, ასევე ზამთრის პერიოდში თოვლისგან გაწმენდა, მარილის დაყრა და ასე შემდეგ განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას. გამოშვების დასასრულს რეგიონში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს ნათია მუქერია გაგვაცნობს. მესალმებით ჩვენს მაყურებელს გთავაზობთ ხვალინდელი ამინდის პროგნოზს. სინოპტიკოსები ჩვენს რეგიონში თოვლიან ამინდს არ ვარაუდობენ, თუმცა არ იქნება არც ნალექი, ხვალ ოზურგეთში იქნება ღრუბლიანი დღე. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება მხოლოდ 9 გრადუსი, მინიმალური კი იქნება ღამით -4 გრადუსი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ლანჩხუთში ასევე მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დღე-ღამის განმავლობაში ტემპერატურა აქ დაფიქსირდება მხოლოდ -2 გრადუსი და 9 გრადუსი იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი გრილი ქარი. რაც შეეხება ჩოხატაურს, აქაც მოსალოდნელია ხვალისთვის ღრუბლიანი ამინდი, დღე-ღამის განმავლობაში კი ტემპერატურა აქ დაფიქსირდება მხოლოდ 5-7 გრადუსი, იქროლებს ასევე ცვალებადი მიმართულების ქარი. მე ხვალამდე გემშვიდობებით, გმადლობთ რომ ჩვენ ხარ და გვიყურებთ. ამინდის პროგნოზი ნათია მუქერიამ გაგვაცნო.
საინფორმაციო პროგრამა ფაქტი დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.